გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია გრძელდება. აზომვითი სამუშაოები რაიონის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის კოტე ბერიძიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩაერთნენ რეფორმაში, შესაძლებლობა აქვთ იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვერტპორტალზე მიწის ნაკვეთის აზომის მოთხოვნის განაცხადი შეავსონ. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილებოდა ერთი საკითხი, ეს არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც მიმდინარეობს დღესდღეობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში, ამჟამად 5 სოფელში მიმდინარეობს და შემდეგ გადავლენ სხვა სოფლებში. აღვნიშნეთ იქ საჭიროა უფრო მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტი და სწრაფი კომუნიკაცია. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში განაცხადი გააკეთონ როგორც იუსტიციის სახლებში, ასევე ვებსაიტის მეშვეობით ატვირთონ განაცხადი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო მარტივია და უფრო კომფორტულია მიმართონ სოფლის წარმომადგენლებს, მერის წარმომადგენლებს სოფლებში, მოინიშნავენ ისინი და შემდეგ მუშაჯგუფებს გადასცემენ და მივლენ და განახორციელებენ აზომვებს. სისტემური რეგისტრაცია მთავრდება 1 იანვარს და 1 იანვრამდე მინდა რომ მოვასწროთ აბსოლუტურად ყველა სოფელი და ყველა განაცხადის დაკმაყოფილება.